განვაგრძობთ გამოშვებას. დღეს რამდენიმე ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი 1 წუთით გაჩერდა. ამ ფორმით მძღოლებმა პატივი მიაგეს კოლეგას, რომელიც დღეს დაკრძალეს. ის მგზავრთან კონფლიქტის შემდეგ გარდაიცვალა. მძღოლები დღესაც აპროტესტებენ, რომ სასამართლომ ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა. მძღოლები მიიჩნევენ, რომ დამნაშავეს საკადრისაც უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. ასე მიაგეს პატივი გარდაცვლილ კოლეგას ყვითელი ავტობუსის მძღოლებმა. დღის 2 საათზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოძრავი ყველა მუნიციპალური ავტობუსი გაჩერდა და კოლეგის მიმართ პატივისცემა 1 წუთის განმავლობაში უწყვეტი სიგნალით გამოხატა. Შევიდულად დაიღუპა ჩვენი მძღოლი. ჩვენ ყველა თანამშრომლებმა სოციალური დუმილით მივაგეთ და გამოვხატეთ სამძიმარი. ვალერი ესვანჯია დღეს დაკრძალეს. ის წლების განმავლობაში ამ ავტობუსის მძღოლი იყო. 18 ივლისს ამ ავტობუსით მგზავრობდა ადე ოსმანიანი, რომელთანაც გარდაცვლილს ფიზიკური დაპირისპირება ბოლო გაჩერებაზე მოუხდა. ოსმანიანს ედება ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. სასამართლო მას აღკვეთი ღონისძიების სახით 7,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მძღოლებმა დღეს ეს გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს. ისინი ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. უბრალოდ ვიყოთ ხელშეუხლებლები. ისეთი ცხოვრებაა დღეს და ისეთი პერიოდია, რაღაც ვეჯავრებით, სიზღით გვიყულებენ, თითქოს და ვალდებულებად ხვდიან, რომ ჩვენ მათი მონები ვართ და მათი პირადი მძღოლები ვართ. ძალიან ვთხოვ მოსამართლეს, პროკურორს, გამომძიებელს, ყველას სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ ამოგვაგდონ რა. თორემ მაგას ვანახებთ რა არის მძღოლი და მისი თანადგომა. სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ყვითელი ავტობუსების მართვას ახორციელებს, აცხადებენ, რომ გზავრსა და მძღოლს შორის კონფლიქტის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა აპირებენ ეს საკითხი მძღოლებთან ერთად განიხილონ. დავილაპარაკებ მძღოლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ საკითხს გავივლით და თუ რაღაც დამატებითი ღონისძიება იქნება კიდევ საჭირო, აუცილებლად შევიმუშავებთ. ამ ეტაპზე ბოლომდე პრევენცია ამ ყველაფრის შეუძლებელი არის. უბრალოდ მგზავრებს მოუწოდებთ, რომ გაუფრთხილდნენ მძღოლების და კონტროლერების შრომას. ვიდრე სატრანსპორტო კომპანიის და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, ტრანსპორტის პროფკავშირები მძღოლებისა და დაღუპული კოლეგის უფლებების დასაცავად აქტიურ ბრძოლას აპირებენ. ხვალდაგეგმილია მსვლელობა ვალერი ესმაჯიას გარდაცვალების ადგილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. ხვალ 2 საათზე ფონიჭალაში ვიკრიბებით, იქ სადაც გარდაიცვალა დაიღუპას ჩვენი მძღოლი. შემდეგ გადავინაცვლით 3 საათზე შინაგან სამინისტროსთან, ჩავაბარებთ წერილს და იმ სტატისტიკას, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოხდა და დაჟილი არავინ არ არის. ამ ეტაპზე მძღოლები პროტესტის ნიშნად ყვითელი ავტობუსების გაჩერებას არ აპირებენ, თუმცა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის არც ამ უკიდურეს ფორმას გამორიცხავენ.